მოგესალმებით, მეგობრებო და გიბრუნდებით საფეხბურთო დიალოგებით. კერძოდ, ეს არის რიგით მეხუთე ნაწილი. ამ ხნის მანძილზე კი მრავალი ახალი საფეხბურთო დიალოგი გაშიფრეს. ამიტომ კარგად ჩაუჯექი, რადგან მე შენთვის უახლესი ინფორმაციები მოვიძიე. ხოლო იმისათვის, რომ მსგავსი ვიდეოები უფრო ხშირად შემოგთავაზოთ, მაშინ მოტივაციისთვის ავიდეთ მინიმუმ 3000 მოწონებაზე, რადგან მსგავსი ვიდეოების კეთება საკმაოდ შრომატევადია. არხის მაყურებელთა 70%-ზე მეც კი არხი გამოწერილი არ აქვს. ამიტომ თქონაა, რომ დააჭირო გამოწერის ღილაკს და დაეხმარო არხს განვითარებაში. მადლობა მეგობარო, თუ ამ წამს შემithხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ ბრუნო ფერნანდესისა და ჯონი ევანსის მომენტით. მას შემდეგ რაც ჯონი პორტუგალიელს იდეალური გადაცემა გაუკეთა, რითიც ბრუნომ გოლის გატანა შეძლო და გუნდს გამარჯვება მოუტანა, სწორედ ამის გამო ბრუნო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტმა მას საუკეთესო ფეხბურთელი ჯილდო გადასცა. თუმცა ბრუნომ ეს ჯილდო ჯონის მისცა და განაცხადა, რომ ეს ჯილდო მას უფრო ეკუთვნის, რადგან გოლის გატანაში სწორედ ჯონი დაეხმარა. გაცხარებული კრისტიანო რონალდო მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგე მის თანაგუნდელზე დაჯარიმდა, საჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რამაც კრისტიანო რონალდუს აღშფოთება გამოიწვია. გაცხარებული პორტუგალიელი კი მსაჯთან მივარდა და ამბობს: "მითხარი, როგორ არ იყო ეს წესების დარღვევა? ეს ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა. შენ უკეთესად უნდა აკონტროლებდე თამაშს", ამბობს პორტუგალიელი ფეხბურთელი. რუდიგერის სასაცილო ქმედება. მაშინ, როდესაც მადრიდის რეალი მინდორზე უნდა გასულიყო, მათ შორის მსაჯმა ჩამოიარა. როდესაც მოულოდნელად რუდიგერი გამოჩნდა და მსაჯს პირთან წყლის ბოთლი მიუტანა, რომელიც ამბობს: "მოდი მეგობარო, წყალი დალიე", რაზეც მსაჯი პასუხობს, რომ ეს კარგი ხუმრობა იყო. გაბრაზებული ონანა ჰარი მაგვაერზე. მაშინ, როდესაც მანჩესტერი ბურს აგორავებდა, ინგლისელმა მცველმა მსგავსი სულელური შეცდომა დაუშვა, რასაც მეტოქე გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა, რის შედეგადაც გუნდმა გოლი გაუშვა. ამ ფაქტმა კი ონანა ძალიან გააღიზიანა, რომელიც მაგვაერისკენ მირბის და ამბობს: "ჰარი, ესე მეორედ აღარ მოიქცე. მეტი კონცენტრაცია გმართებს თამაშის დროს. ცოტა გამოფხიზლდი", ამბობს გაბრაზებული ონანა. მანჩესტერ იუნაიტედისა და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირება. ჰარი კეინის პასის შემდეგ ლეროი სანე კარში ურტყამს, სადაც აშკარაა, რომ ეს ბურთი ონანას მარტივად უნდა აეღო. თუმცა მან ბავშვური შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელებში გაუძვრა. გაშვებულმა გოლმა კი ონანაზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ მისი გამხნევება კაზემირომ სცადა, რომელიც მას შემდეგი სიტყვებით ამხნევებს: "არა უშავს მეგობარო, შეცდომები თამაშის ნაწილია. მთავარი არ გაჩერდე და ხელები არ ჩამოუშვა", ამბობს კაზემირო. ერთიერთზე გასული ვინისიუსი. ის მეკარეს ჩინებულად ატყუებს და გოლს იტანს. გატანილი გოლი კი ვინისიუსმა და კამავინგამ ცეკვით აღნიშნეს. შეხვედრის შემდეგ კი ბელინგემი მათ ცეკვას შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: "თქვენი ცეკვა მომეწონა. მოდი მეც მასწავლეთ ეგრე როგორ ვიცეკვო", ამბობს ხუმრობით ბელინგემი. როდესაც მიუნხენის ბაიერნის შეტევაში იყო, კომანს კეინი ეხსნებოდა. ფრანგმა ფეხბურთელმა კი საჯარიმოში ჩაწოდება სცადა, თუმცა ბურთი ისე აიჭრა, რომ მან გოლის გატანა შეძლო. ხოლო იმ დროს, როდესაც გუნდი გატანილ გოლს აღნიშნავდა, კომანი ამბობს: "მე ეს განზრახული საერთოდ არ მქონდა". მომენტი, როდესაც ოლივიე ჟირო მეკარის როლში მოგვევლინა. მას შემდეგ, რაც მილანის მეკარემ ძალიან უხეშად ითამაშა, საჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. როსონერის კი თავის მხრივ ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, რის გამოც მათ მოედანზე მეკარე ვერ შემოიყვანეს. შესაბამისად, ჟირუს მეკარის როლის მორგება მოუწია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ფეხბურთელი ცენტრ ფორვარდია, მას კარში ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. თანაგუნდელებმა კი მოპოვებული გამარჯვება ჟირუსთან ერთად იზეიმეს. გაბრაზებული მუდრიკი FIFA-ს რეიტინგის გამო. მას შემდეგ, რაც უკრაინელს თავისი სათამაშო რეიტინგი ანახეს, უკრაინელს კითხეს: "რას ფიქრობ მუდრიკ, მოგწონს შენი სტატები?" "არა, მე ეს ძალიან არ მომწონს", პასუხობს მუდრიკი. "კარგი, და რომელი სტატია არასწორი?" უბრუნებენ პასუხს მუდრიკს. "აქ ყველაფერი არასწორია", ამბობს უკრაინელი ვინგერი. ამ ფაქტმა კი მასზე ისე იმოქმედა, რომ მეორე დღეს მან გოლის გატანა შეძლო. შეხვედრის შემდეგ კი პოჩეტინომ უკრაინელს გატანილი გოლი მიულოცა. ანხელ დი მარია კრისტიანო რონალდუს წინააღმდეგ. როდესაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ბურთი მიიღო, ის პორტუგალიელ ფეხბურთელს ბავშვებით ატყუებდა. ეს კი თავის მხრივ
რონალდუს დიდად არ ესიამოვნა და არგენტინელზე დაჯარიმდა. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი პოზიტიურად დამთავრდა. რონალდუ კი დი მარიას ეუბნება. ეს კარგი მცდელობა იყო, ანხელ. გაბრაზებული ნეიმარი საუდის არაბეთში. როცა ბრაზილიელ ფეხბურთელს ჟარიმა უნდა გაეთამაშებინა, მას ამის საშუალება არ მისცეს. ნეიმარი კი ამის გამო ძალიან გაბრაზდა. ის კი ამბობს: გამეცალი აქედან. რის შემდეგადაც მეტოქე ფეხბურთელს ხელი კრა, წაქცეულს კი ზევიდან ბურთიც გაარტყა. საჯმა კი ბრაზილიელს ეს აქციელი არ მოუწონა, რაზეც ნეიმარი ამბობს, რომ ის ჟარიმის გათამაშების საშუალებას მას არ აძლევდა. მანჩესტერ იუნაიტედისა და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირება. როდესაც ბაიერნის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, დასარტყმელად ჰარი კეინი მივიდა. რეგილონი კი ინგლისელი ფორვარდის დაბნევას შემდეგი სიტყვებით ცდილობს: შენ გოლის გატანას ვერ შეძლებ, ჰარი. ეხლა შენ პენალტს ვერ გაიტან. თუმცა როგორც ჩანს, კეინი ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერია, რომელმაც პენალტი ჩინებულად შეასრულა. გატანილი გოლი კი მიულერმა საკმაოდ ემოციურად აღნიშნა. გავისა და ბელინგემის დაპირისპირება. შეხვედრის მიმდინარეობისას გავი ბელინგემზე გამუდმებით ჟარიმდებოდა. ამ ფაქტმა კი რა თქმა უნდა ბელინგემი ძალიან გააღიზიანა. ერთ მომენტში კი ის გავისთან მიდის და ამბობს: ჰეი ბავშვო, ცოტა დაფიქრდი თუ რას აკეთებ. იცოდე აღარ ჩამარტყა, შენ ჩემზე უკვე 4-ჯერ დაჯარიმდი. გავი კი მას პასუხობს, რომ ეს მისი თამაშია და უმჯობესი იქნებოდა რომ ის გაჩუმებულიყო. და მივადექით ჩვენს ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას. თქვენთვის კი მე საინტერესო ამბები მაქვს მზად. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული მეგობარო, თხოვნა მოიწონო ვიდეო და გამოიწერო არხი, რადგან ეს შემთვის მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული საფეხბურთო თვისებების გარდა, გამორჩეული პიროვნული თვისებებითაც დაიკვეხნის. კერძოდ მაშინ, როდესაც ის თავის მანქანისკენ მიდიოდა, მას პატარა ფანი ეძახდა. რის შემდეგადაც ის უმალვე გაჩერდა, პატარა ფანს დაელოდა და მასთან ერთად ფოტოს გადაიღო. მორიგი საინტერესო მომენტი. როდესაც კვარაცხელია ჰელას ვერონას უპირისპირდებოდა, ამ დროს კამერამ საკმაოდ საინტერესო მომენტი დააფიქსირა. ვერონას მაისურში გამოწყობილი ბიჭუნა აშკარად ქართველის დიდი გულშემატკივარია. მისი დანახვის შემდეგ კი მან ემოციები ვერ შეიკავა, რომელიც ქართველს მიაშტერდა და ამბობს: კვარა. დაძახების შემდეგ კი ქართველმა უმალვე მისკენ გაიხედა და მას თბილად მიესალმა. ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულის ლეგენდის გაუცება შეძლო. ის მადრიდის რეალში ითამაშებს. აირას ამბობს ჯეიმი კარაგერი. კვარაცხელია ევროპაში ყველაზე ამაღელვებელი ფეხბურთელია. მისი მსგავსი მოთამაშეები დღეს ნაკლებად გვხვდება. ჩვენ უკვე ვნახეთ მისი რეალური ძალა, რისთვისაც ის ნაპოლიმ შეიძინა. როგორც ჩანს, კვარაცხელია პროგრესს გააგრძელებს და დიდი შანსია, რომ მომავალ სეზონში ქართველი ფეხბურთელი მადრიდის რეალში ვიხილოთ. განაცხადა კარაგერმა CBS სპორტთან საუბრისას. რუდი გარსიას ბოლო სიტყვები გასახდელში: ეს თქვენი ბრალი არაა, ეს წაგება და ეს სიტუაცია მხოლოდ ჩემი ბრალია. უთხრა ფრანგმა სპეციალისტმა მოთამაშეებს და მატინოს მიხედვით, ნაპოლის თავკაცის პოსტზე მისი ბოლო სიტყვები სწორედ ეს გახლდათ. მესისა და კვარაცხელიას შეხვედრა. ცოტა ხნის წინ ქართველმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთის ცერემონიაზე ისაუბრა, სადაც ის არგენტინელ ფეხბურთელს შეხვდა. კერძოდ, როდესაც კვარაცხელია ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე აღმოჩნდა, მასთან სრულიად მოულოდნელად მესი მივიდა და პატივისცემის ნიშნად ხელი ჩამოართვა. როგორც ჩანს, უკვე მთელი საფეხბურთო სამყარო მოხიბლულია ხვიჩას თამაშითა და მისი პიროვნული თვისებებით. მესის კი უდიდესი პატივისცემა, რადგან ის ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს თუ როგორი თავმდაბალი და პატიოსანი პიროვნებაა. კრიშტიანო რონალდუს დასაფასებელი საქციელი. მაშინ, როდესაც მისი გუნდის წინააღმდეგ 11 მეტრიანის დასარტყმელად ემზადებოდნენ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა შეამჩნია, რომ ორი ფეხბურთელი ერთმანეთში ჩხუბობდა თუ ვინ დაარტყამდა პენალტს. ამის გამო კი რონალდუ მათთან მიდის და ამბობს: ჰეი ბიჭებო, დაწყნარდით, ცოტა გონს მოეგეთ, ამისთვის ჩხუბი არ შეიძლება. საბოლოოდ კი ფეხბურთელებმა რონალდუს დაუჯერეს და მათ პენალტის გატანაც შეძლეს. გატანილი გოლის შემდეგ კი მათ ერთმანეთში გაისაუბრეს და ამბობენ: სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ის საუკეთესოა. აირა დაგემართება, როდესაც მესისა და სუარეზის პენალტის გამეორებას შეეცდები. როგორც მოგეხსენებათ, უწინ მესიმ და სუარეზმა პენალტი გაითამაშეს. ხოლო მას შემდეგ, რაც იკარდიმ 11 მეტრიანი მოიპოვა, ის თანაგუნდელთან მიდის და ეუბნება, რომ პენალტი მესისა და სუარეზის სტილში უნდა შეასრულონ, რაზეც თანაგუნდელმა თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ იკარდის მართლაც მისეს პასი, თუმცა არგენტინელმა შემტევმა მომენტის გამოყენება ვერ შეძლო. არსებობს მოსაზრება, რომ მესი გასახდელში ძალიან წყნარია და ის გუნდის მოტივირებას არც
ცდილობს. თუმცა მე მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო კადრები, თუ როგორი აქტიურია მესი გასახდელში. მაგალითად დავიღოთ 2018-19 წლების სეზონი, როდესაც ბარსელონა კოპა დელ რეის ფინალის სათამაშოდ ემზადებოდა. მესი კი თანაგუნდელებს შემდეგი სიტყვებით ამხნევებდა: ჩვენ მოედანზე გაბრაზებულები უნდა გავიდეთ. თუ ისინი მოიგებენ, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან. მხოლოდ სურვილის გამო ისინი გამარჯვებას ვერ შეძლებენ. ვისკა ბარსა წინ გამარჯვებისკენ, ამბობს ლიონელ მესი. ამასთან ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც ბარსა ლივერპულს უპირისპირდებოდა და პირველი თამაში ბარსას 3-0 ჰქონდა მოგებული, მესი გუნდს შემდეგი სიტყვებით ამხნევებდა: მიდით ბიჭებო, ჩვენ ამას შევძლებთ. ამ შანსის დაკარგვა ჩვენ არ შეგვიძლია. ამ თამაშისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ. ჩვენ თამაში კარგად უნდა დავიწყოთ. გაიხსენეთ რომასთან შეხვედრა. იქ ჩვენი სულელური შეცდომის გამო დავმარცხდით. ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ იგივე განმეორდეს. რომასთან მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალი იყო და არავინმე სხვის. ისინი ახლა წნეხში მოგვაქცევენ, თუმცა ჩვენ უკან არ უნდა დავდგეთ და გოლის გატანას შევეცადოთ, ამბობს ლიონელ მესი. თუმცა ბარსას ფანების და სამწუხაროდ ენფილდზე იგივე განმეორდა, რაც ბარსას უწინ რომასთან დაემართა. ბარსამ კი ეს თამაში 4-0 წააგო. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. თუ გსურთ რომ შემდეგი ნაწილი მალე გამოვიდეს, მაშინ ავიდეთ მინიმუმ 3000 მოწონებაზე. ასევე თხოვნა გამოიწერო არხი, რადგან თვის ბოლომდე ჩვენი მიზანია რომ 40000 გამომწერამდე ავიდეთ. მადლობა მეგობარო თუ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და მომავალ შეხვედრამდე.